ბორის, თქვენთვის არის თუ არა მოულოდნელი ასეთი შემთხვევები იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც თუნდაც გუშინ მოხდა, რაც ხდებოდა შემდეგ ღამის განმავლობაში, როცა სამშვიდობო პროტესტის აქციის მონაწილეებს ქუჩა-ქუჩაც დასდევდნენ და სრულიად უწყინარ სიტუაციაში აპატიმრებდნენ და ასე დაკავებული ადამიანები ახლაც არიან საპატიმროებში, მათ შორის შეგვიძლია გიორგი ქადაგიძის შემთხვევაც გავიხსენოთ, რომელიც სანაპიროდან აიყვანეს და სხვა ადამიანებიც და უშუალოდ ბადრე გრიგალაშვილთან დაკავშირებითაც რო გითხრათ თქვენი ინფორმაცია და შეფასება. ზოგადად ის სქემა, როგორც აკავებენ ადამიანებს, თითქმის იდენტურია, მხოლოდ განსხვავდება ის ფიზიკური დაზიანებების ხარისხი, რომლებსაც ეს ადამიანები იღებენ. კონკრეტულად ბადრის შემთხვევას რაც შეეხება, ჯერ დაკავების დროს სცემეს, ისიც სრულიად უწყინარ სიტუაციაში აიყვანეს, შემოვარდნილებმა ხელში რომ არავინ არ შერჩათ, ბადრი აიყვანეს და ჯერ დაკავების დროს სცემეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი უკვე დაკავების მანქანაში, როცა ბადრი ექვემდებარებოდა მათ ეფექტურ კონტროლს, მაინც იქ კონკრეტული მითითებით რამოდენიმე პირი ავიდა ამ სამარშრუტო ტაქსში და ფიზიკურად გაუსწორდა იქ დაკავებულ ადამიანებს. შემდეგ უკვე გადასცეს საპატრულო ეკიპაჟს და იქ არკვევდნენ, ვინ უნდა გაფორმებულიყო მის დამკავებლად. ზოგადად ეს სქემა დიდი ხანია მუშაობს, სხვა ადამიანი აკავებს და შემდეგ სხვას აფორმებენ მის დამკავებლად, შემდეგ მიყავთ სასამართლოში და იქ პატრულის თანამშრომელმა ტყუილი უნდა ილაპარაკოს და უნდა თქვას, რომ თითქოს მართლა დაინახა, როგორ იგინებოდა უშველი სიტყვებით ან როგორ უწევდა წინააღმდეგობას. საბოლოოდ მოულოდნელი რა თქმა უნდა არ არის, ძალიან ლოგიკურია. ამ სქემით ადრეც მოქმედებდნენ და ვიცით რომ ეს ყველაფერი ხორციელდება არა საჯარო ინტერესის დასაცავად, არა იმისთვის რომ ქვეყანაში სამართლიანობა და წესრიგი იყოს, არამედ მხოლოდ იმისთვის რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი გამოვიდეს აქციაზე და რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა გაბედოს ხმის ამოღებას. სწორედ ამას უკავშირდება რა თქმა უნდა ყველაზე აქტიური ადამიანების დაკავება და მათი ცემა, რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო ბრუტალურ მეთოდებზე გადავლენ ამისთვის ხავთ საკმარისი ადამიანების რაოდენობა და ამაზე წამსვლელი ადამიანების კი. დღეს რასაც მოусმინეთ, რაც ილაპარაკა მამუკამდინარაძე, უბრალოდ აი წარმოგიდგენთ ხვალ რომ მოუნდეთ და თქვენ რომ აი ჯინსის შარვლით არ შეიძლება აქციაზე მისვლა. ან თქვენ რომ ცისფერთვალება ადამიანებს ეკრძალებათ 7 საათის შემდეგ კონკრეტულ საპროტესტო აქციაზე დგომა. ამას ხო ვერავინ ხელს ვერ შეუშლის, ანუ არ არსებობს კონსტიტუცია ან სხვა რაიმე კანონი, რომელიც მათ შეაკავებს აი ამ გადაწყვეტების მიღებაში. შესაბამისად, თუ არ არსებობს არაფერი, რაც კონკრეტული პირების ძალაუფლებას ზღუდავს, გამოდის რომ დიქტატურაში ცხოვრობთ და დიქტატურაში ცხოვრების დროს უნდა გვესმოდეს, რომ ყველა დიქტატორი ან ამხელა ძალაუფლებით დაჯილდოებული ადამიანების ჯგუფი ყოველთვის ეცდებიან იმას, რომ საკუთარი ძალაუფლება გაიმყარონ და საკუთარი ძალაუფლებას ამგვარი ჯგუფი ყოველთვის იმყარებს სხვა თავისუფალი ადამიანების თავისუფლებების შეზღუდვის ხარჯზე. შესაბამისად, აი ამ პროცესს ვადევნებთ ახლა თვალყურს ჩვენ ყველა. და ბორისკი ადვოკატი, მაგრამ უფრო მეტად პოლიტიკოსია ამ შემთხვევაში. ამით მინდა ვისარგებლო და კითხოთ. მე შესავალში ვთქვი კიდეც, რომ გუშინდელი დღე ერთის მხრივ ძალიან დამაიმედებელი არის წინააღმდეგობის, მოძრაობის, მუხტის, შემართების, თავდადების გათვალისწინებით. რა პრელუდიაც მას წინ უძღოდა, მიუხედავად ამ დაშინების პოლიტიკისა, მიუხედავად სისხლის სამართლებრივი დევნის დაანონსებისა, ამდენი 1000 ადამიანი რომ მივიდა, მაინც იქ ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან მართლა ბოლომდე იბრძოლონ. მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ ხედავთ, როგორც სისხლიანად მიყვება, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით, არა მარტო უხეში ძალის მეშვეობით, ეს რეჟიმი ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის გზას. როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში საზოგადოების და მათ შორის ოპოზიციის პასუხი ამაზე, რა რესურსები არის ასამუშავებელი იმისთვის, რომ ეს უხეში ძალა შეკავდეს და მოითოკოს. გამოძიებაზე გეტყვით მანამდე ორ სიტყვას. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ზოგადად ამ სისტემაში ვინც არის ახლა ჩართული და ვინც მუშაობს, ყველა ცუდი ადამიანია და მათგან არავის არ უნდა რომ ეს სამართლიანობა მიღწეული იყოს. უბრალოდ სისტემა ისეა მოწყობილი, მართლა რო აღმოჩნდეს იქ ადამიანი, რომელსაც უნდა სიმართლის პოვნა და დამნაშავის დასჯა, ფიზიკურად ამას ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ მასზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული და რომც გააკეთოს და თავის სტრუქტურაში ყველაფერი მოაგვაროს, მერე ჩვენ საქმე გვექნება სასამართლოსთან, რომელიც უკვე კლანის ხელშია და კლანი რა თქმა უნდა დაქვემდებარებულია ჩვენს მთავრობაზე. პროტესტ რაც შეეხება, ეს არის პოლიტიკური პროცესი, თუმცა არ არის პარტიული პროცესი და არის ბუნებრივი. ამას აქვს თავისი მინუსები, თუმცა ჩემი აზრით აქვს უფრო მეტი პლუსი. მე მესმის, რომ სამხედრო რაღაცა გასამხედროებული თვალსაზრისით ბევრად კარგი და ეფექტური იქნებოდა ლიდერი რო ყავდეს ამ მცირე ლიდერთა ჯგუფი, რომელსაც შეუძლია ხალხის ამხელა მასის მართვა და მისი ეფექტური კონტროლი, თუმცა ეს ასე არ არის. ნებისმიერი ხელოვნური ჩარევა ჩემი აზრით ამ ბუნებრივ პროცესს დაამახინჯებს და გახდის უფრო ცუდს, ასე რომ რა
უნდა გაკეთდეს, მაგას ჩემი აზრით ხალხის რეაქციებით გავიგებთ იმით, რასაც გააკეთებს იქ შეკრებილი ადამიანები, მათ შორის ჩვენც იქ ვართ და მათთან ერთად მივიღებთ მონაწილეობას იმ ნებისმიერ აქტივობაში, რომელსაც ეს ხალხი დაგეგმავს. რაც არის ხოლმე სპონტანური და მაგალითად როცა ამბობენ რომ ვიღაც ორგანიზატორებია, შემდეგ ამოუქეკავენ თითო პოსტს და აბრალებენ რომ აი თურმე ვიღაც ორგანიზატორია სინამდვილეში ეს პოსტი არის უბრალოდ ინიციატივა, ამგვარი ინიციატივა შეიძლება გაჟღერდეს დღეში 10, მაგრამ მე ადამიანები თავად ირჩევენ რა უნდა გაკეთდეს ერთობლივი ძალებით. დანარჩენს რაც შეეხება ის რაოდენობა რო დავითვალოთ, წარმოიდგინეთ სრულად რო გავაქროთ ყველა ადამიანი 10,000 კაცი რო იყოს, 10,000 ადამიანი რო იყოს, ერთი ადამიანი რო დავტოვოთ, იმ ერთ ადამიანში რამხელა ბრძოლაა, რამხელა სიმამაცეა, რამხელა შიშის ნაკლებობაა და რამხელა ჟინია მართლა იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის საწადელს. ეხლა ქართული ოცნების წევრები ამას კი არ დაიჯერებენ და მათი მომხრეები, მათ ხო ჯერათ რომ იქ ვიღაცები ფულის გამო დადიან, თუმცა სინამდვილეში იქ მიდიან ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ ეს ქვეყანა უნდა შეიცვალოს და ზუსტად იციან, როგორ უნდა შეიცვალოს. თავისუფლება უნდა და მინიმუმ ეხლა გაცხადებული რაც არის, ეს არის ჩვენი წინაპრების ისტორიული ოცნების ახდენა უნდა. სწორედ ეს მაძლევს იმედს და მათ შორის გუშინდელი დღეს მაძლევს იმის იმედს, რომ ამ ქვეყანაში წინააღმდეგობა არ შეწყდება. მადლობა ძალიან დიდი.